საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარია, დაგენერირებული ჯამური ამონაგები კი მილიარდ ნახევარზე მეტი. როგორია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის წლის შედეგები, რომელ საინვესტიციო პორტფელს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები, თემას სტუმართან საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან ანა ნაჭყებიასთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ორშაბათს, როდესაც საკმაოდ წარმომადგენლობითი პრეზენტაცია ჰქონდათ საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, იქ თქვენ ჟურნალისტებთან თქვით, რომ რეალურად ძალიან ფონდის გადმოსახედი და ძალიან კარგი მაჩვენებლები და კარგი შედეგები გვაქვს. მოდი მაყურებლისთვის კარგად რომ განმარტოთ, რაში გამოიხატება ეს კარგი მაჩვენებლები, ანუ მოლოდინი როგორი იყო და რეალურად რა სურათიც გვაქვს დღეს, საკმაოდ რიცხობრივად მართლშტამბეშტავად გამოიყურება, რომ მიუყვეთ თანმიმდევრობით, რამდენად გამართლა თქვენი მოლოდინები და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, სად რა რომელი ტიპის პორტფელზე ანიჭებს მოსახლეობა უპირატესობას. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩვენ ორშაბათს გავმართეთ საპენსიო სააგენტოს წლიური საინვესტიციო ანგარიშის პრეზენტაცია. ეს არის უკვე მეორე მსგავსი ტიპის ღონისძიება, სადაც წარვადგინეთ 2024 წლის საინვესტიციო შედეგები. სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი აქტივების ზრდას განაგრძობს 2024 წლის ბოლოსთვის აქტივების მოცულობა 6.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული ამონაგები კი 1.4 მილიარდი ლარი იყო. ამ მომგებიანობით ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ბოლო 6 წლის განმავლობაში წლიური საინვესტიციო ამონაგები დაახლოებით 9.9%-ია, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 3.9%-ია. ჩვენ იმისათვის, რომ შევადაროთ, რამდენად კმაყოფილები ვართ ამ შედეგებით, ვედრებით რეგიონის და ევროპის განვითარებული ქვეყნების საპენსიო სააგენტოების მომგებიანობის მაჩვენებლებსაც. OECD აქვეყნებს ყოველწლიურად საპენსიო სააგენტოს შედეგებს და ამ მონაცემებითაც რეალური უკუგებით ერთ-ერთი მოწინავე ვართ რეგიონში. ანუ რეალურად მოლოდინი ამ მასშტაბზე ქონდა თუ დაუშვათ მოლოდინი შედარებით ნაკლებზე იყო და უკვე ბევრად მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ. მოლოდინთან მიმართებით იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, იმის გათვალისწინებით თან, რომ ეს 6 წელი საკმაოდ რთული იყო ისეთი ეპიზოდები, რომლის გათვლაც ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. უკრაინის ომი, ანუ თითქოს რისკ ფაქტორები ძალიან მაღალი იყო და ამის მიუხედავად საპენსიო ფონდმა ამ საინვესტიციო ნაწილში საკუთარი დაუშვათ სტაბილურობა მეტნაკლებად შეინარჩუნა. როგორც ვიცით, ყველაზე მაღალი ამონაგებით რეალურად დინამიკურ პორტფელი გამოირჩევა. რა არის მთავარი განსაზღვრელი იმისა, რომ დაუშვათ დინამიკურ პორტფელს აინჭებს მოსახლეობა უპირატესობას? არ ვიცი ამდენ სწორი ფორმულირება, თუმცა რეალურად შედეგიანობის თვალსაზრისით, როცა საქმე ამონაგებს ეხება, რეალურად ეს ნაწილი არის დაუშვათ უპირატეს მდგომარეობაში. ჩვენ მართავთ 3 განსხვავებული შემოსავლიანობისა და რისკიანობის პორტფელს. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დინამიკური პორტფელი და დაბალანსებული პორტფელი. დეფოლტ პორტფელი, ანუ ავტომატური პორტფელი ყველა მონაწილისთვის არის კონსერვატიული პორტფელი, თუმცა ყველა მონაწილეს ასევე აქვს უფლება, რომ თვითონ აირჩიოს, რომელი პორტფელია მისთვის შესაფერისი. მთავარი სხვაობა ამ სამ პორტფელს შორის არის მათში წილი საერთაშორისო აქციების. მაგალითად, დინამიკურ პორტფელში საერთაშორისო აქციების წილი არის დაახლოებით 50%, ეს მაჩვენებელი კონსერვატიულ პორტფელში კი არის დაახლოებით 20%. 2024 წელი კი საერთაშორისო აქციებისთვის ძალიან კარგი წელი იყო. ამერიკული, ევროპული აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ახეირა ეს ჩვენი დინამიკური პორტფელი და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დინამიკური პორტფელის ამონაგები 13.6% იყო, ხოლო კონსერვატიულის 11.6%. ჩვენ დადებით დინამიკას ვხედავთ კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურში გადამსვლელთა რაოდენობაშიც. დაახლოებით 6.5 მილიონი ლარის აქტივების რეალოკაცია მოხდა 2024 წლის განმავლობაში. თუმცა ეს ორი პორტფელი მაინც პატარაა. ჯამში ჩვენი ჯამური აქტივების 1%-ია მხოლოდ ამ ორ პორტფელზე, ხოლო 99% მოდის კონსერვატიულ პორტფელზე. კი ბატონო, საკმაოდ კარგი და ვრცელი განმარტება გააკეთეთ, თუმცა რადგან აქციების ნაწილს თქვენთან შეეხეთ, აუცილებლად ამ ნაწილზე მინდა ვიკითხოთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვადასხვა მიმართულებით სხვა კომპანიის აქციების დაუშვათ ბირჟებზე აქციების ფასების მერყეობა. ამ შემთხვევაში ეს როგორ გავლენას ახდენს, რადგანაც 50%-ზე მეტი არის
ამ ნაწილში დაბანებული და აი ასეთ სიტუაციაში რამდენად თვლით რისკებს და რამდენად გაქვთ მოლოდინები ხოლმე ამ რისკების დათვლის პროცესში, რომ აი გაუფასურების შემთხვევაში და დაუშვათ ფასების ვარდის შემთხვევაში რა ხდება და როგორ აზღვევთ აი ამ ნაწილს, იმიტომ რომ ერთი ძალიან კარგად გამოიყურება, როდესაც რომელიმე ცნობილი კომპანიის აქციებში არის დაბანდებული პირობითად ამ შემთხვევაში ჩემი ან ვინმეს დანაზოგი, მაგრამ რეალურად რისკიც ამ შემთხვევაში სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ბირჟაზე ვაჭრობენ ისინი და ნებისმიერი მერყეობა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ გლობალური მათზე არის რეალურად ასახული და ეს არის ძალიან დიდი გიგანტები. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია პასუხი იმაზე, როგორ ახდენ საინვესტიციო საპენსიო ფონდი აი ამ თქვენ საინვესტიციო ნაწილში რეალურად აი ამ რისკების დაზღვევას. ჩვენ ვართ ძალიან გრძელვადიანი ინვესტორი და ეგ გვასხოვებს ბევრი ინვესტორისგან, რომელიც ამ სექტორში არის და თუნდაც ინდივიდუალური ინვესტორებისგან. ჩვენი მონაწილეების დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა და აქვთ ძალიან გრძელი საინვესტიციო ჰორიზონტი, სანამ საპენსიო ასაკს მიაღწევენ. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დინამიკური პორტფელი, სადაც მეტი წილი არის საერთაშორისო აქციების, შესაბამისად გათვლილია უფრო გრძელვადიან ჰორიზონტზე. საერთაშორისო აქციები კი თავის მხრივ ყველაზე მომგებიანი აქტივის კლასია ფინანსების სექტორში და საინვესტიციო მიმართულებით გრძელვადაში საუკეთესო რისკ ფაქტორებსაც მეც შეიცავს შესაბამისად. ალბათ ამიტომაც არის, რომ ყველაზე მეტი მომგებიანობის მაჩვენებელი სწორედ აქციების ნაწილზე მოდის ხოლმე. ზუსტად და რისკის დაზღვევის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ინვესტიცია არ გვაქვს განხორციელებული არც ერთ ქვეყანაში, არამედ დივერსიფიცირებულია სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენ გვაქვს ამერიკაში ინვესტიცია გაკეთებული, ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში, განვითარებული აზიის ქვეყნებში, დაახლოებით 9000-მდე კომპანიაზე გვაქვს წვდომა იმ ფონდების საშუალებით, რომელშიც ინვესტირებას ვახორციელებთ. 2025 წელი ნამდვილად გარკვეული კორექცია ვნახეთ, განსაკუთრებით ამერიკის ბაზრებზე, თუმცა მაგალითად ევროპული აქციების ფასები არის გაზრდილი და ამან დააბალანსა ამ პორტფელის მომგებიანობა. მერყეობა დაგეთანხმებით, რომ ეს არის თამდევი პროცესი ზოგადად ინვესტირების, თუმცა ჩვენ ვართ გრძელვადიანი ინვესტორი, როგორც აღნიშნე და გრძელვადაში მოლოდინი გვაქვს, რომ ამონაგები ამ პორტფელის იქნება უფრო მეტი ვიდრე კონსერვატიული პორტფელი. კი ბატონო. თვითონ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ 6 წლის განმავლობაში ჩემი წარმოდგენით შეიცვალა და დღეს აღარ არის დაუშვათ იმდენი კითხვა და იმ ხელა სკეპტიციზმი, როგორიც იყო დაუშვათ დასაწყისში ან თუნდაც შემდგომ პერიოდებში. მიუხედავ ალბათ სწორედ იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ესეთი რთული პერიოდი გაიარა ქვეყნის ეკონომიკამ და შესაბამისად საპენსიო სააგენტო ამ მხრივ ვერ იქნებოდა გამონაკლისი, თუმცა აი ამ სტაბილურობის შენარჩუნებამ ალბათ გარკვეულწილად შეამცირა ეს შედარებით შეამცირა კითხვები. თუმცა თქვენი შეფასებით სანდოობის კუთხით დღეს საზოგადოების დამოკიდებულებას როგორ აფასებთ თქვენი გადმოსახედიდან და დაუშვათ აი ამ პორტფელების არჩევის ნაწილში მოსახლეობა რამდენად აქტიურია თუ დაუშვათ ეს გაიყინა ერთ ადგილზე და რეალურად დავრჩით მაინც უფრო კონსერვატული პორტფელის იმედად მოსახლეობის დიდი ნაწილი. რასაც უყურებთ ამ დადებით დინამიკას, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ თითქმის ყოველ დღე მოგვდის მოთხოვნა ინდივიდებისგან პორტფელების რეალოკაციის შესახებ. ძირითადად ეს მოთხოვნები დაახლოებით 80% რაც შემოვიდა, იყო კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურ პორტფელში გადასვლაზე. ნამდვილად გეთანხმებით, რომ ნდობა იმან განაპირობა, რომ ბოლო 5 წლის, 6 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რთული პერიოდი გავიარეთ და ჩვენი აქტივები განაგრძობს ზრდას, ინვესტირებულია საკმაოდ უსაფრთხოდ, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი აქტივების ზრდა გაგრძელდება. კი ბატონო, რაც შეეხება ინფლაციის ნაწილს, ინფლაცია ერთ-ერთი ისეთი სერიოზული გამოწვევა ნებისმიერი ფონდისთვის და ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდისთვისაც ბუნებრივია. ამ ნაწილში როგორი სურათი გვაქვს და დაუშვათ რეალურად ინფლაცია თითქოს მართვადია და რაღაც განსაკუთრებული მერყეობა არ შეინიშნება, მაგრამ რადგან გლობალურ მასშტაბით ინფლაციის პროცესები საკმაოდ თვალშისაცემი იყო, ბუნებრივია ეს თქვენს გადაწყვეტილებებზეც რისკ ფაქტორების დაზღვევის კუთხით იქონიებდა გავლენას. როგორ მართავთ ინფლაციურ რისკებს? ინფლაცია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზოგენური ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომგებიანობაზე. თან, ანუ კანონით განსაზღვრული მთავარი მანდატი ჩვენი არის რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია, შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ფაქტი, რომ ბოლო 2 წელია საქართველოში
ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნულზე დაბლანარჩუნდება დადებით გავლენას ახდენს ჩვენს მომგებიანობაზე 2024 წელს 9.5% შეადგინა ჩვენმა რეალურმა ამონაგებმა. ინფლაციური რისკები არის ისეთი რისკი, რომელსაც ასე პირდაპირ ვერ ვაზღვევთ, ვინაიდან საქართველოში არ არის ინფლაციით დაცული ინსტრუმენტების რაოდენობა არ გვაქვს, თუმცა ინვესტირებას ვაკეთებთ მაგალითად ცვლადი განაკვეთის ინსტრუმენტებში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ განაკვეთების ზრდის შემთხვევაში, რაც ინფლაციური წნეხის პარალელურად ხდება ხოლმე, ჩვენი ამონაგებიც გაიზარდოს და ასევე ვახდენთ რა თქმა უნდა დივერსიფიკაციას აქტივების და მაგალითად ეს აქციების ბაზარი სწორედაც ინფლაციის დამცავი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს სხვილ პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობა ერთ-ერთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება საპენსიო ფონდთან დაკავშირებით ხოლმე რეალურად ყველა ვთანხმდებით, რომ თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში სწორად განვითარდება მაგალითად კაპიტალის ბაზრის და შემდგომ საპენსიო აქტივების რეალური გამოყენების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს დაბანდებების კუთხით. რამდენად საპენსიო სააგენტოს გადმოსახედიდან მსხვილი პროექტები, რა ტიპის პროექტები შეიძლება იყოს ისეთი, რომელშიც დაუშვათ საინვესტიციო დაბანდების შესაძლებლობას განიხილავთ და რეალურად ეს კიდევ უფრო მეტი ამონაგების რესურსს მოგცემს მთლიანობაში, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სწორად იყოს გამოყენებული, არ იყოს სადღაც უბრალოდ გაჩერებული და რეალური შემოსავლის მომტანი იყოს თითოეული საპენსიო ფონდის ბენეფიციარისთვის. ნამდვილად იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი საინვესტიციო პროდუქტი არ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საინვესტიციო კლასის გაჩენა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან კარგი იყო. ჩვენ ასევე ვუყურებთ მაგალითად განვითარებული ქვეყნების საპენსიო ფონდების აქტივების განაწილებას და მანდაც საკმაოდ მსხვილი წილი ეძღვნება აი ამ სხვა ტიპის აქტივებს. საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იქნება კარგი საინვესტიციო პროდუქტი, თუმცა ვინაიდან ჩვენი ინვესტირება იქნება გრძელვადიანი, შესაბამისად მომგებიანობის მაჩვენებელიც მაღალი უნდა იყოს მსგავს პროექტებში. ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტებზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა მუშაობა დავიწყეთ პროცესებისა და პროცედურების მოგვარებაზე ორგანიზაციაში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ სწორი ანალიზის საფუძველზე მივიღოთ ჩვენი მონაწილეებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება და ინვესტირება გავაკეთოთ მაღალ მომგებიან პროექტებში, რომელიც ახერხებს ყველას. სწორი ანალიზი რა შეიძლება იყოს და რეალურად ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, ქვეყანაში არსებული ტენდენციები, ეკონომიკა მაქვს ბუნებრივ მხედველობაში და გლობალურად არსებული ვითარება იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობას ფონდისთვის, რომ სხვილ პროექტებში განახორციელოთ დაბანდებები. თუ მაინც ეს უფრო სერიოზული კვლევისა და შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ეს აუცილებლად იქნება სერიოზული კვლევის და ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან ჩვენ ინვესტირებას ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილებას ვიღებთ ესე. შესაბამისად, ეს ანალიზი მოიცავს არა მარტო მაკროეკონომიკის, არამედ თვითონ სექტორის, თვითონ პროექტის მომგებიანობას, ამაზე თვითონ ეროვნული ბანკის რეგულაციასაც აქვს გარკვეული წესები განსაზღვრული, რა ტიპის ანალიზი უნდა ჩატარდეს თითოეული პროექტის ანალიზის შემთხვევაში. თითოეული ჩვენგანის და მათ შორის თქვენს დაუშვათ რეალურ საპენსიო დანაზოგს დაუშვათ იცავთ და შესაბამისად მისი სწორად გამოყენება თითოეული ჩვენგანის ინტერესია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ ამ კუთხით ნაკისრი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე არის მსგავს პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მონაწილეობა. ეს არის ერთ-ერთი დამცავი ხაზი, ვინაიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და ეს ერთ-ერთი დამცავი ხაზი იქნება მსგავს პროექტებში მონაწილეობაზე და ასევე გვაქვს საინვესტიციო ლიმიტები. ჩვენ პროექტის 20%-ზე მეტში ინვესტირებას ვერ გავაკეთებთ და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ აი ამ ანალიზის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ლიმიტების გათვალისწინებით შერჩეული პროექტები იქნება ყველასთვის კარგი. კი ჩაგაცივდით, მაგრამ პირველ დაუშვათ ასეთ მსხვილ პროექტში როდისთვის შეიძლება რომ ველოდოთ დაახლოებით დაბანდების გადაწყვეტილებას. ჩვენ კონკრეტულ პროექტებზე ჯერ არ დაგვიწყია მუშაობა, როგორც გითხარით, ეხა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დაგვჭირდება მოკვლევა, დაგვჭირდება ახლო თანამშრომლობა აი ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მე ვფიქრობ, რომ წლის მეორე ნახევარში დავიწყებთ მსგავს სამუშაოებს და შემდეგ უკვე შევხედავთ პროექტების მიხედვით რა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და მომავალში სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორი ყველა იმ თემაზე, რომელიც საპენსიო სააგენტოს უკავშირდება, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ანა ნაჭყებია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.